მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 25 ოქტომბერი და ამ ეტაპზე ესე გამოიყურება ჩვენი პომიდორის ნერგები. ესე იგი დაახლოებით 10 დღის წინ ჩვენ სრულად დავკრიფეთ, რადგან ტემპერატურა ძალიან დაეცა და რამოდენიმე ნაყოფი დავტოვეთ იმისათვის თუ გაგვიგო თუ რაოდენ დაბალ ტემპერატურას უძლებს კონკრეტულად ეს ჯიში და ზოგადად პომიდორი. აი ესე ნახეთ 2 მეტრაზე მაღალი გაიზარდა უმრავლესობა ნერგი და ეხლაც კი ყვავილობს. აი ეხლაც კი ყვავილობს, თუმცა ბოლოს მაინც რა თქმა უნდა ვერ გაუძლებს ტემპერატურას და ვერ გამოიტანს ნაყოფს. ესე იგი მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ძლიერი ჯიში აღმოჩნდა საკუბო გარდენახულა, უზომოდ ძლიერი ჯიში. გაუძლო ძალიან ბევრ თავდასხმებს, ამა თუ იმ პარაზიტებისგან და მოკლედ ასევე ძალიან რთული კლიმატური წელი დაემთხვა ჩვენს ნერგებს, ძალიან სიცივეები იყო ხშირი წვიმები, რა თქმა უნდა და ასევე ჩვენ შეცდომებსაც საკმაოდ კარგად გაუძლო. რა თქმა უნდა, აქ ხაზი მინდა გაუსვა მთავარ საკითხს, რომ ამ ყველაფრის დამსახურება არის ზუსტად ბიოაგროს ის პრეპარატები, ის ბიოორგანული პრეპარატები, რომლითაც ვიგერიებდით ამა თუ იმ თავდასხმებს. ძალიან დიდი მადლობა ბიოაგროს გვერდში დგომისათვის და ასეთი როგორ თქვა, უზომოდ დიდი мотиваციისათვის. ძალიან გვერდში გვედგა ბიოაგრო ამ პერიოდში, როგორც პრეპარატებით, ასევე თეორიული ცოდნით და მოკლედ მადლობა თქვენ სრულად ბიოაგროს გუნდს. ჩვენ კი ახლა სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ნერგებს, ჩვენს ნაფერებ ნერგებს და როგორი რთულია, ნახეთ, აი 6ჯერ, 7ჯერ ზოგი ნერგი 8ჯერ არის მიბმული ჭიგოზე და მოგვიწევს ახლა ჩვენი ხელით ამ ყველაფრის მოხსნა, გასუფთავება და შემდგომ ხელახლა ისევ და ისევ დამუშავება მიწის ნაკვეთის და გაგრძელება შრომის. შრომა აუცილებლად ფასდება, რა თქმა უნდა. და მოკლედ მე პირადად კმაყოფილი ვარ, როგორც ის, რომ სოფლის ყოფა-ცხოვრებასთან მიმართებაში გამოცდილება მქონდა ნული, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზუსტად მაინც ვარ კმაყოფილი. რა თქმა უნდა, მომავალ წელს ბევრ შეცდომას გამოვასწორებთ, მეტად შევისწავლით, უფრო მეტად ამ კულტურას, აი ნახეთ, ყვავილი კიდე გამოაქვს, მაგრამ ტემპერატურა არ შეუწყობს, რა თქმა უნდა, ხელს. დაგემშვიდობებით მეგობრებო და ესე იგი ძალიან იმოქმედა ახლა ამ წუთას ჩემზე იმან, რომ ეს ყველაფერი უნდა, ეს ნაფერები ნერგები, ვითომ არაფერი არ მომხდარა და ესე უნდა ავიღო, გავასუფთავო. მოკლედ, რას ვისაუბრთ? ეს არის სოფლის ყოფა-ცხოვრება და ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გვერდში დგომისათვის. მადლობა. აი ესე მეგობრებო, შრომაში ვიღებთ, ვასუფთავებთ ნიადაგს პომიდორის ნერგებისგან და ეგრეთ წოდებული ჭიგოებისგან. და რომ ხელა შრომა ტევადია, ეს ყველაფერი აიღე, აკეცე, ცალკე სტოლბები, ცალკე ჭიგოები,
მე ნერგები ჭიგოებისგან განთავისუფლე, ძალიან რთული პროცესია ეს ბოლო პროცესი განთავისუფლება, რათა დაახლოებით 6 ჯერ 7 ჯერ არის როგორც იტყვიან ხოლმე შეყელილი, მიბმული. და ესე ლამაზად წკაპ, ესე არ ამოდის ნერგებიდან, უნდა ის სათითაო შეყელილი ძაფი უნდა მოაჭრა, რომ განთავისუფლო ჭიგოსგან, შემდგომ უნდა დაიკონოს ჩვეულებრივ და დადგეს ფეხზე სადმე მიეყუდოს. კი ბატონო, რომ წვიმამ და სიცივემ არ დაალპოს. ხო, და ნუ 7 ლარი რა ამბავიაო, ხო? კი ბატონო. დაგემშვიდობებით, გავაგრძელებთ ჩვენ ისევ შრომას. ყველაფერი კარგად იქნება.